თბილისის მერის მოადრილეთ არიელ ხიზანეიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ვიცემერი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული. ხიზანეიშვილის მთავარ საგამოძიებო უწყებაში 12 საათისთვის ელოდნენ, სადაც ის ადვოკატის გარეშე აპირებდა მისვლას. ნოდარ ჩაჩუა არკვევს დეტალებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ნოდარ, გამოჩნდა თუ არა ვიცემერი მთავარ პროკურატურასთან? დიახსოფო, მთავარ პროკურატურაში ვიცემერი სულ ცოტა ხნის წინ შევიდა, იგი ადვოკატის გარეშე იმყოფება, როგორც ამას შესვლამდე მედის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რეალური მიზეზი რასთან დაკავშირებით არის იგი დაბარებული და რა საკითხზე დაუსვავს შეკითხვებს გამოძიება მისთვის უცნობია, მათ უწყება გუშინ საღამოს მიიღო და მხოლოდ ის იცოდა, რომ იგი დღეს 15 წუთი აკეთა დაბარებული იყო მთავარ საგამოძიებო უწყებაში. გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მოსულიყავი დღეს 12 და არ უთქვამთ, არ დაუკონკრეტებიათ რა თემაზე? ვაპირებთ გამოძიებასთან რო ითანამშრომლოთ ეს ის. ნახოთ ახლა როგორ. თქვენ თუ გაქვთ ვარაუდი? არა. ადვოკატი არ ვიყავთ. პირველი. ეს ამჟამად საქმიანობას თან ხო არ არის? არ შემიძლია წინასწარ, არ მაქვს ინფორმაცია, როცა მივიღებ ინფორმაციას მე რა გქონდა. დარიელ ხიზანეიძის დაკითხვის პარალელურად პროკურატურასთან მიმდინარეობს აქციაც, შეკრებილია რამდენიმე მხარდამჭერი თბილისის ვიცემერის იმყოფება საკრებულოს თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ხაბაზიც მოვიდა სულ ცოტა ხნის წინ, მათ უკვე გააკეთეს კომენტარები მედიის წარმომადგენლებთან და მიცეს თბილისის ვიცემერის დაბარებას უკვე შეფასება, როგორც ისინი აცხადებენ, მთავარი მიზანი და მთავარი სარჩული არის პოლიტიკური და ემსახურება ნაციონალური მოძრაობის და თბილისის თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრების დაშინებას. უნებრივია ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც პოლიტიკურ დევნას, ზეწოლას, რომელსაც ასე ვთქვათ, მართველი გუნდის და სამწუხაროდ ნამდვილად არანაირი შედეგი ექნება და იმეც გამოთქვამ, რომ პროკურატურაში ეს ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიღება თუ დაკითხვა იქნება საკმაოდ კორექტულ გარემოში. ნამდვილად იმეც გამოთქვა. აქვე გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ არც ერთ ჩვენ თანამშრომელს, არც მერის თანამშრომელს, არც ერთ საკრებულოს წევრს ოდნავად ვთქვათ, არ შეუყოვნებია არანაირი პროცესი. ჩვენ ღია ვართ ვითანამშრომლობთ ნებისმიერ სტრუქტურებთან, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებთან. დარიელ ხიზანეიძე 2010 წლიდან იკავებს თბილისის ვიცემერის თანამდებობას, იგი წლების განმავლობაში იყო როგორც თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე იკავებდა დასუფთავების სამსახურის თანამდებობასაც, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუცნობია და განცხადება არც მთავარ საგამოძიებო უწყებასაც, თუ მუშაობის რომელ პერიოდთან დაკავშირებით აქვს შეკითხვები გამოძიებას, ამის შესახებ სავარაუდოდ მედიის წარმომადგენლები დაკითხვის დასრულების შემდეგ და დაკითხვის პროცესში პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შედეგად გავიგებთ. დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა მთავარი პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში.